ანდაზაზე დაფუძნებული იგავი. 42 მოგზაური. ცდა ბედის მონახევრია. ერთ ვიწრო და ბნელ ხეობაში 2 მოგზაური მიდიოდა. მოულოდნელად გზაზე უზარმაზარი ღრმა ნაპრალი გადაეღობათ. მისი შემოვლა შეუძლებელი იყო, გადახტომა კი მეტად სარისკო. პირველი მოგზაური ნაპირთან ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ატირდა. რა ბედი მქონია? აქ უნდა ამოგხვდეს სული. ამას ვერავინ გადაახტება. ბედის წერა ჩვენს წინააღმდეგაა. მეორე მოგზაური კი ჩუმად იდგა, ნაპრალის მანძილს ზომავდა და აკვირდებოდა, სად იყო უფრო მყარი მიწა გადასახტომად. ბოლოს რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, გამოიქცა და მთელი ძალით გადახტა. მეორე ნაპირს მშვიდობიანად მიაღწია. როგორ გაბედე? გასძახა მეგობარმა. ხომ შეიძლებოდა დაღუპულიყავი. მან კი მშვიდად მიუგო. ბედი მხოლოდ ნახევარ გზას გვიმზადებს, მეგობარო. მეორე ნახევარი ჩვენს გაბედულებაზეა. მე რომ არ მეცადა, ბედი ხიდს თავისით არ გამიდებდა. ცდა ბედის მონახევრია. მე ვცადე და ბედმაც ხელი წამიკრაო. მორალი. ბედი ხშირად გვაძლევს შანსს, მაგრამ ის მუნჯია და ქმედებას ელოდება. თუ არ ცდი, იღბალიც ვერ დაგეხმარება. მეტი იგავარაკების სანახავად გთხოვთ გამოიწეროთ არხი.